სახელთა მამისათა და დისთა და სულთეწმისათა გილოცავთ დღესასწაულს დაადგინა ეკლესია მე-9 საუკუნის დასაწყისში, როდესაც დაიძლია ხატმებრძოლობის სწავლებლობა, დაიძლია არა იმიტომ ვიღაცა კოცოზე დაწეს ან არამედ დიალოგში ღვთისმეტყველთა შორის დამტკიცდა ჭეშმარიტება ხატთა თაყვანისცემის. და მეფემ ხარი დაუჭირა ამას და შეწყდა ხატთა დევნა. ეხლა ზოგიერთ სექტანტი ახლა დევნის, მაგრამ ეს მათი პრობლემაა, რომ რჩებიან უმეცარნი მიუხედავად საუკუნის მანძილზე ეს ცოდნა განცხადებულია. ანუ ამ დღესასწაულს ქვია მართადებლობის ზეიმი. აიტო რაც თუ გახარებული დავდივარ, რომ დღეს რას ვზეიმობთ ჩვენ? არც რევოლუციაში გამარჯვებას, არც ომნე მტერზე გამარჯვებას, არა. ჩვენ ვზეიმობთ საკუთარ თავზე გამარჯვებას. ჩვენ ვიპოვეთ მართალი გზა, ჭეშმარიტების გზა, ვიპოვეთ უფალი და მივდივართ მასთან. და ეს ზეიმი არის ჩვენში ძლევა იმ დაცემულ ბუნებისა. რაც ღვთისმეტყველო ჩვენ გაშორებს. თუ რომ ის არსია, მაშინ ვიტყვი რომ როდის დაიწყო მართლობის ზეიმი? მაშინ როდესაც კაინმა მოკლა აბელი. თუ აბელი პირველი მართალი არის. და სიმართლემ იზეიმა, რადგან სიმართლის დამცველი უფალი არის ქვეყანაზე. არა რომელიმე კანონები. უფალი არის. და ამიტომაც ამბობს რომ უფალი რომ ჩემი არ შურისგებაო. ჩემი არ სიმართლე და ჩემი არ შურისგება. მე დამითმეთო. ვიცი, როდის ვის რა როგორ მივაგო. თქვენ ყველამ თქვენ თავს მიხედეთ. და აი კაინმა იფიქრა რომ შურის გამო რომ მოკლავს ახლა აბელს და ის იქნება პირველი და აღმოჩნდა უკანასკნელი და პირველი აღმოჩნდა აბელი. პირველი მართალთა შორის. ანუ მოწამეობით იწყება ზეიმი მართლადებლობისა. მოწამეობით პირველში იმიტომ საკუთარ თავში უნდა ჩვენ ვძლიოთ და მათ განვეშოროთ დაცემული ბუნების თვისებებს ან ზრახვებს, სურვილებს, მოტოდებებს და ეს არ არის ადვილი. ყველაზე ძნელი საკუთარ თავთან ბრძოლა. ადვილია სხვისი ნაკლის დანახვა და თავის მართლება. და რომ ეს არსია დღევანდელი საკითხავი მე კიდე გავიმეორებ პავლე მოციქულის ეპისტოლე ებრაელთა მიმართ. ჩვენ ესე გვეუბნება იწყებს რომ პირდაპირ მოსე წინასწარმეტყველით. სარწმუნოებითო მოსე განრაიწვისნა უარყო სახელის დება შვილად ასულისა ფარაონისა. განრაიწვისნა ანუ რომ გაიზარდა და სიყმის ასაკიდან გამოვიდა, მიიღო გარკვეული ცოდნა და განათლება ფარაონის კარზე და იწოდებოდა ფარაონის ასულის შვილად იწოდებოდა. ანუ ეს უმაღლესი წოდება იყო ფარაონის კარზე. და მან უარი თქვა ამაზე. არ თანამდებობა, არ სიმდიდრე, არ ძალაუფლება, არა. თავარი იყო ჭეშმარიტება. მან იცოდა რომ ღმერთმა გამოირჩია მისი ერი და მისი ერი დღეს დევნულია. მონობაში აწამებენ და დატოვა ფარაონისგან და იქ წავიდა. ამიტომ რომ მან სიმართლისათვის უარი თქვა ამ სოფლის დიდებაზე და აქედან დაიწყო სწორედ მოსეს აღმავლობა ღვთის წინაშე. და ბოლოს გახდა ჯულისმდებელი მთელი ერისა. და შემდეგ მოციქული ამბობს, და დღეს იყო დაკითხული რომ რაღაცა მეფარება და რაიღა მე თქვა რამე თუ დამაკლეს მე ჟამი ესე მithrobat გედეონისთვის, ბარაკისთვის, სამსონისთვის, იეფთაისთვის, დავითისთვის და სამუელის და წინასწარმეტყველთაო.
ჩამოთვლის ძველი ახლის წინასამეტყველებს, მართლებს, რომ ესენი იყვნენ გამორჩეული ღვთის მიერ და ამათ ყველაზე მეტად უფალი გამოირჩეს და უფლის გზა და უფლისმიერი ცხოვრება. აი ეს თანხმობა ადამიანის უფალთან და უფლისა ადამიანთან ეს არის გზა ჭეშმარიტებისა. და ეს აირჩიესო და რომელნი სარწმუნოებითო ერეოდეს მეფეთა იქმოდეს სიმართლესა მიემთხვინეს აღთქმასა დაუყნეს პირი ლომთანი დაშიტეს ძალი ცეცხლისა განერეს პირსა მახვილისასა განძლიერდეს უდურებისაგან იქნეს ძლიერ ბრძოლასა შინა ბანაკები აუტეს უცხოთესთა მოიყვანეს დედათა ადგომილნი დარნი მათნი ხოლო სხვანი წარკვეთითა თავთა და აღესუნეს და არა მოიღეს მათ გამოხსნა რათა უმჯობესი ადგომისა ღირს იქნეს უმჯობესი ადგომისა და იგი მოციქული იხსენებს ღვაწ წინასამეტყველთა რომ ბანაკები მტერთან აუტა ρίთა უფალსევედა და უფალმა მოავლინა ანგელოზი რომელიც შემოსა ეს მტერი და მოშორა ასევე დედებსო შვილები გარდაცვლილი აღუდგინა დაუბრუნაო და ვიცით რომ ეს ელია წინასამეტყველის და ელის წინასამეტყველის ცხოვრებაში არის აღწერილი ეს შემთხვევები რომ ღვთის მადლი ისინი სასწაულთ მოქმედებდნენ და სწორედ ეს არის ნიშანი მათი უფალთან ერთობისა და უფლისა მათთან ერთობისა და ეს არის სწორედ ზევი მართლმადიდებლობის იმიტომ რომ ხორციელად ამ ქვეყნიოთ ეს შეუძლებელი არის მაგრამ ღვთის მიერ გახდა შესაძლებელი ანუ აღმატებული ცხოვრებაა ეს მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ერთი გერმანელი პოეტ ფილოსოფოს ფილოლოგ რაღაც გაურკვეველი ადამიანი და ხანდახან მოდაში შემოდის ხოლმე და ზე ადამიანზე ლაპარაკობს მაგრამ მარტო ხა ესეთი ქერათმიან ბესტიას უწოდებენ ესე ნუ რა უნდა იყოს ხა ბელაკურე ბესტია ეს ნიჩესი და ანუ მოძალადე უგულებელყოფილი ყოველი სიკეთისა რომ ადამიანის არაფრად არ მიიჩნევს თავია ძალაუფლება ხელში გქონდეს და სხვა განზომილებაში არის თავია ძალაუფლება ხელში გქონდესა და ეს და ამ დროს ამბობ მეფებს ძლევდნენო და ვინ ძლია მეფებს აი სამი ყრმა ცეცხლში ჩააგდო ნაბუქოდონოსორმა და გაოცდა რომ გარშემო ვინც ფიჩს უყრიდა ის იწმოდა და ეს სამი არ იწოდნენ და სამი ჩამყარდა მეოთხე ვინ არისო იქო მეოთხე ანგელოზი იყო ფარადაბად და მე აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი და თვითონვე უკან დაიხია აი ეს ძლევა მეფეს მართალი მე ისევ წარმართობი ჩავარდა ისევ დაუბრუნდა ძალაუფლება დიდი ხიბლია მე კლავ მოხდა ისი თქვა განსწავლა ღვთისგან როდესაც ველურ ცხოველს დაემსგავსა და აი ძოვდა ბალახს და ესე დღეს ჩავარდა ფსიქიურად დაავადება შეემთხვა და დანიელ წინასამეტყველს მე ილოცა მისცეს და განიკურა ჯაჭვით ყავდა დაბული გარეთ ხეზე მიბმული ყავდა ეს მეფე ესე დღეში ჩავარდა ნაბუქოდონოსორი და აი ეს არის ძლევა მეფეებზე რომ უმტკიცებ მას სიმართლეს და განა დიოკლეტიანემ გაიმარჯვა წმინდა გიორგიზე თუ პირიქით დიოკლეტს ეგონა რომ გაიმარჯვა და სამუდამოდ სახელი მისი სინონიმი გახდა უსჯულოებისა, ძალადობისა და უსამართლობისა. და წმინდა გიორგი დღესაც მოწოდებულია მრავალთაგან შეწევნისათვის. აი ეს არის ძლევა სოფელზე, რომ ძლევა სოფელზე ნიშნავს მარდილ ცხოვრებასთან შეერთებას, კავშირს მასთან. და მაგრამ ეს კავშირი ღვთის გარეშე შეუძლებელი არის. ამიტომ ერთ-ერთი უმთავრესი პირობა მართლმადიდებლობის
ზეიმის ჩვენში არის რომ ჩვენ ცოდვებს ძლიოთ ჩვენ თავში, მაგრამ კაცად ხო შეუძლებელია და ღვთის მიერ არის შესაძლებელი. ამიტომ ეს გზა ძლევისა გადის წმინდა წერილზე, ღვთის სიტყვაზე, ღვთის ახურებაზე, ღვთის ნებების შესრულებაზე და სინანულზე. იმიტომ რომ ამ გზაზე ჩვენ ყოველთვის ვაწყდებთ ერთ ამას, რომ მე ვერ ვარ სრულყოფილი ადამიანი. მე ვერ ვასრულებ ცნებებს, მე ვერ ვემსახურები, ისე ვერ ვმადლობ, ისე ვერ ვადიდებ, ისე არ მიხარია ეს ცხოვრება, როგორც უნდა იყოს და აი აქ იწყება შინაგანი ბრძოლა. და აი ამ ბრძოლაში გამარჯვება არის მართლობის ზეიმი და ამ გამარჯვებას გისურვთ ყველას თქვენ. უფალს უნდა ყველას ცხონება და მისი ნება იყოს, რომ უბრალოდ მისი ნება არის ყველა ცხონდეს, მაგრამ ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენი ნებაზეც არის დამოკიდებული, რას ვინებებთ ჩვენ. და არა მარტო სიტყვით ვინებებთ, არამედ უძღებიშვილი, რომელსაც გაიხსენა მამის სახლი და თქვა, რომ აი წავალო, მაგრამ ეს წავალ შეიძლება ოცნება დარჩენილი იყო, არ წასულიყო არსად. ადგა და წავიდაო. აი ეს 8 წელი, ეს იძულება საკუთარ თავისა აუცილებელი პირობაა. აი ეს იძულება არის ძლევა სოფელზე. ეს არის ნაბიჯი მართლობის ზეიმისაკენ. ამას გილოცავთ თქვენ ყველას და ეს თქვენ ბრძოლაში იყავით გამარჯვებულნი. გაიხარეთ თქვენ და გაახარეთ უფალი. ასევე მინდა ითხრათ, რომ დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს და ვიტყვით ზეიმობს ავტოკეფალის აღდგენას, სამართლეობის აღდგენას ჩვენს ეკლესიაში და ჩვენს ერის ცხოვრებაში. თქვენ იცით, ასეკვე რომ 1801 წელს მეფის მანიფესტით გაუქმდა საქართველოს სამეფო, მაშინ გიორგი მე-12 რო გარდაიცვალა იმის შემდეგ, ისტორიკოსი კარგად იციან, ვისი ბრალიც იყო, რატომ დაჩქარდა ეს პროცესი. ჩვენ გარეში არ მოხდა ეს ცხადია, იმიტომ რომ მეფის კარი აიკლეს, რუსეთის იმპერატორის კარი აიკლეს ერთმანეთზე ცილის წამებით მეფის ოჯახის წევრებისგან. და მეფე თქვა, რომ აღარ შემიძლია, ვერ გავიგე, ვინ თურქეთის ხარისზე, ვინ სპარსეთის ხარისზე, ვინ საით არის, როგორ და მოდით გადავწყვიტოთ ეს, დავტოვოთ თუ გაუშვათ, რა იყო თვითონ გაარკვევენ ერთმანეთში რა, როგორ არისო და სენატმა გადაწყვიტა 2 ხმის უპირატესობით. არა. შემოვიერთოთო. რატო? სტრატეგიული ინტერესია. რუსეთის სტრატეგიული ინტერესი არის ახლო-აღმოსავლეთი, ბოსფორი და დარდანელი და ასე შემდეგ. იმპერია დიდია და დიდი გზახვები აქვს და შენ ხარ მისთვის კარიბჭე, რომელშიც უნდა გაიაროს, რომ ეს თავისი გეგმების შეასრულოს და ამან გადაწყვიტა იმ გენერლების რჩევით მოხდა ეს. მაგრამ საქმე მაგაში არ არის მარტო. 1811 წელს უკვე მოხდა გაუქმება ჩვენი ავტოკეფალიის, იმიტომ რომ ავტოკეფალიის ეკლესიის მეთაური პატრიარქია და რუსეთის პრობლემაა რა, თავისი უბედურები არიან. ჯერ ითხოვეს ავტოკეფალია პატრიარქის წოდება და მერე პეტრე პირველმა ითხოვა პატრიარქის ტახტის გაუქმება. ავტოკეფალია დაიტოვდა პატრიარქი და სინოდს თავმჯდომარე დაუყენა ერისკაცი, ობერპროკურორი. ნუ ხლა იქ როგორ იყო რანაირად, მაგრამ სული დარღვევა საეკლესიო ნორმების და ცხადია რომ რადგან თავის თავში ეს დარღვია ვერ დაიტევდა რომ საქართველოში ეს დარღვევა არ ყოფილიყო, ამიტომ შეუერთა რუსეთის სინოდს და თავისთავად პატრიარქის ტიტული გაუქმდა. პატრიარქი ანტონ მეორე გაწეული იყო რუსეთში და მას სინოდის დიდია და იქ არის ვიწოწრე, თეთრ-ბარტყულიანები რო არიან, ეს ელიტა სინოდის და აი ამ ელიტაში შეიყვანეს, თვითონ პატივი მისცეს და ნიჟნი-ნოვგოროდის მიტროპოლიტად დაადგინეს, მაგრამ ეგ ისტორია, მე რატო ვიხსენებ, რომ როგორც არ უნდა იყოს, ეს იყო მაინც უკანონო ქმედება. შენ ახლა სტრატეგიულ გამართლებისია პოლიტიკურ ღვთის წინაშე ეკლესიურად ეს იყო დანაშაული. და ეს დანაშაული ქართველ მერმა და ეკლესიამ ასე გამოასწორა. როდესაც
მეფის ტახტი დაემხო რუსეთში, იქ იყო ჰრეულობა და სულ იძახენ რომ ეკლესია ჩამორჩენილია ჩარჩაშუა საუკუნეებში და ყოველთვის აღმოჩნდა ეკლესია წინ არის. ეკლესიამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა საქართველოს და რამდენიმე თვის შემდეგ ერმა გამოაცხადა. ფაქტია, ხო? 17 წელს ეკლესიამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა ავტოკეფალიის აღდგენა და 18 წელს უკვე იყო ეს მენშევიკური მთავრობა მიღებული. ხო. მაგრამ მაინც ეკლესია ჩამორჩენილია. ეს ვერ გადაარჩენებ. აზრი არ აქვს. ღვთისმსახურში ხო ჩვენ ვართ, ვიცით. და ცხადია რუსეთმა არსება ეს ავტოკეფალია. მაგრამ მე მინდა ერთი გაგიზიაროთ ერთი მე ესე ვხედავ, რომ ეს განგება ღვთისა. ისო პირველ რიგში როგორც უნდა ვაფასებდეთ ეს სხვა არის და შედეგები კიდე სხვა არის. რუსეთმა გააუქმა საქართველოს სამეფო, ქართველი დაუდგა მეფედ მათ. 30 წელი მართავდა რუსეთი. რუსეთმა გააუქმა ჩვენი საპატრიარქო ტახტი, ჩვენ აღვადგინეთ და იქ პატრიარქის აღდგენის უფლება არ მისცა იმ ქართველმა მეფემ. ვინც იგამებდა, რაც ქვია. ხო, თავის დედას ყოველთვის აუხსნა, ვინახარო, რა გინდაო, ჩამოდი აქ ჩვენთანო და ვინახარო და ნიკოლოზი გახსოვს რომ მეფე ხო, აი დაახლოებით ის ვარ მე ხო, ასე. დედას გააგებინა უბრალო ქალს კეკეს და ჩვენთან პატრიარქები იყვნენ და რუსეთში არა. აი მათ გაუქმო ჩვენ საპატრიარქო და ჩვენ აღვიდგინეთ და იმათან ქონდათ. აი ეს არის განგება ღვთისა. მაგრამ ზოგი ხედავს, ზოგი ვერ ხედავს, ზოგი შემთხვევით მიაჩენს, არ აქვს მნიშვნელობა. ეგ უკვე ადამიანზე დამოკიდებული ვინ როგორ ხედავს. უფალმა იცის რა და როგორ არის. მაგრამ მართლმადიდებლობაში ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი არის კრებითობა. წამში ჩვენ ვართ ერთი წმინდა კათოლიკე და სამართლო კათოლიკე. კათოლო ბერძნული სიტყვა რომ ისევ საყოველთაოს და კრებითს ერთობას. აი კათოლიკე ეპისტოლები ვიძახეთ, ხო? გული მომავლელი, ეს იგი ყველასათვის არის. და ყველას ერთობისთვის არის. ამიტომ ეს პრინციპი კრებითობის იცავს ეკლესიას წალებლობისგან და შესრულებისგან. შეიძლება შეცდეს ადამიანი 1 ან 2, 3 კრებითობაში უკვე როგორც ნათქვამი სადაც 2 და 3 ჩემი სახელით იქ ვარ მე უფალი გეუბნება და აი იქ არის დაცული სწორედ ეს ესმარიტება და რომა როდესაც უარყო ეს პრინციპი სწორედ მე წალებლური ისინი შემოვიდა იქ სწავლა მოძღვრებები. ამაში ხარ განვიხილოთ ეგ სხვა საკითხია, მაგრამ ამიტომ კრებითად უნდა მოხდარიყო აღიარება ჩვენ ეკლესიის ავტოკეფალიის. თუ ხარ მართლმადებელი, მაშინ მართლმადიდებლობის სამყაროს უნდა ეკუთვნოდე. რუსეთი არ აღიარებდა. როგორც მეფის მიერ მოხდა გაუქმება ჩვენი ავტოკეფალიის, ასე იმ ქართველი ბატონის, ასე ვთქვათ, და პატრონის, იმ ქვეყნის ბრძანებით მოხდა აღდგენა ჩვენი აღიარება რუსეთის მიერ ჩვენი ავტოკეფალიისა. მაგრამ ჯერ პატივი მიაგო იმათ, მისცა უფლება თავის პატრიარქის კურთხევის. კიდე რაღაცა მის შეღავათებით ადრების გახსნის უფლება მისცა კიდე მთელი და მე უთხრა და როდემდე არ უნდა სცნობდეთ თქვენ საქართველოს ეკლესიის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიასა და ეს საკმარისი იყო. თუ მაშინათვე აღიარეს. მაგრამ დანარჩენმა მართლმადიდებლობის სამყარომ არ აღიარა. იყო ინფორმაციული ვაკუუმი, გახსოვთ რკინის ასე ვთქვათ ფარდა, იყო სხვა მიზეზებიც და უწმიდესის ჩვენი დიდი პატრიარქის ილია მეორის დიდი ღვაწლით, შრომით 10 წლის მანძილზე კონსტიტუციურ საპატრიარქოში უმტკიცებდით ბერძნული წყაროებით, რომ ჩვენ ავტოკეფალი გვაქვს მე-5 საუკუნიდან. შემოგთავაზა ესე ვთქვათ ლიცულოვნად. ეხლა მოგცემთ ავტოკეფალიასო, პატრიარქოთ არა. მე-20 საუკუნეში არა. მე-5 საუკუნიდან მოსცნოთ. 10 წელი დაჭირდა აი ამ პოლემიკას და ბოლოს გადაწყდა, მე ხო დეტალებს აღარ გავიხსენებ, რომ შორს წაგვიყვარს და დათანხმდნენ და ესეთი სიგელით არსებობს. არსებობენ ტესტიტულს.
კათოლიკოსი კიო პატრიარქი არა, ხო პატრიარქსაც ცნობენ, კათოლიკოს პატრიარქს. ასე რომ სამართლიანობის დარღვევა ადვილია, მისი აღდგენა ძნელია. იმიტომ რომ ეს არის ბრძოლა ამ სოფელთან. ეკლესიაში არის სოფელი, იმიტომ ადამიანები არიან, მათ აქვს თავის ამბიციები, ამპარტავნება, თავის სუბიექტური წარმოდგენები, თავის სურვილები, ზრახვები, ბუნებრივია. და მოციქული ამბობს, პავლე მოციქული, რომ აზრთა სხვაობა თქვენ შორის უნდა იყოს, რომ უკეთესი გამოჩნდესო. უკეთესი რომ გამოჩნდეს, აი ეს დიალოგია საჭირო აუცილებლად და მიტყვი რომ აი დღეს არის პრობლემა, თქვათ, დიდი პრობლემა. ეს არ არის მარტო უკრაინის პრობლემა, ეს დღეს უკვე მთელი მართლმადიდებლური ეკლესიის პრობლემა გახდა, რატო? იმიტომ რომ მოხდა აი ეს ნონსენსი. სამართლების სივრცეში. რომ განხეთქილების ჯგუფს ანიჭებ ავტოკეფალიას და ავტოკეფალიური ეკლესიას იქ არ ცნობ. ამან გამოიწვია დიდი წინააღმდეგობა მართლმადიდებლურ სამყაროში. მთელმა რიგმა ეკლესიებმა, მართლმადიდებლურ ეკლესიებმა ვთქვათ მიმართეს კონსტანტინე პატრიარქს ბართლომეოსო ეს დიდი დარღვევაა და რაღაცნაირად უნდა გამოვასწოროთ ეს. როდესაც სოფლის საპატრიარქოს წარმომადგენელი მიიღეს ჩვენთან და კითხეს უტყდეს მისი აზრი, მან თქვა რომ დრომ კურნალია ნუ ჩქარობთო. უნდა დაალაგდეს ეს ადვილი არ არის. უკვე ისეთი ნაბიჯი გადაიდგა რომ ეხლა უკან დახევა უფრო ძნელია. ერთობის აღდგენის მაგრად მეტი განხეთქილება მოხდა. ეს არის უბრალობა. ეხლა მომავალ ორშაბათს არის კიევში, მღვიმეებში წმინდანთა ნაწილები დასვენებული. უდეის დღესასწაულით ითვლება, რომ კიევის პეჩორის, ანუ პეჩორების შერა გამოქვაბული წმინდანთა ხსენებაა. და წარმოიდგინეთ, რომ ერთი მხარეს დააპირეს ამ ხსენებას და მეორე მხარეს დააპირეს ხერხს. შეიძლება გადაიზარდოს, არ ვიცი, დალადობაში. აი სადამდე მივიდა არასწორი ერთი ნაბიჯი. კი, ვითომ კეთილი სურვილი იყო, რომ ეკუთვნის სახელმწიფოს, დამოუკიდებელ სახელმწიფოს, სადაც მოციქულმა იქ ადაგა, ამდენი ეპარქია ეკუთვნის. ვინაა წინამდეგი, მაგრამ გზა უნდა იყოს სწორი. და მოხდა ესეთი ნონსენსი და ალბათ დრო დაჭირდება და ჩვენ ვიცით თვითონ ეკლესიის ისტორიაში ესეთი შემთხვევები, როდესაც დრო ჭირდებოდა რომ ეს აღდგენილიყო. ამასაც ჩვენ ეპარქიის საიტზე მე დავდეს ისტორიული ცნობები ამასთან დაკავშირებით, აღარ გავაგზავნებ ბულგარეთის ეკლესიასთან დაკავშირებით, რუმინეთთან, სერბეთთან დაკავშირებით რა პრობლემები ქონდა კონსტანტინოპოლს მათთან. მისცემდა ავტოკეფალიის ჩამოართვა და მისცემდა ჩამოართვა და აღიარებდა არ აღიარებდა. ნუ აი ეს ისო პროცესში ეს ხდებოდა, მაგრამ აი დღესაც ერთ-ერთი, მაგრამ ესეთი რამ რომ განხეთქილის მოქმედს, როდი გამკვეთილი იყო ეკლესია, სოფლიო ეკლესიიდან გამკვეთილი იყო, მისცე უცებ ავტოკეფალია. ეს ძამი არ ყოფილა და აიცი მერტმა მოაბრუნოს სიკეთისა და ჭეშმარიტებისკენ, რომ იქაც მართლმადიდებლობა იზეიმოს ჭეშმარიტად და განყოფის მაგრად ერთობა აღდგეს ნამდვილად. ის ერი იმსახურებს ამას. და სწორედ აი დღესთან დაკავშირებით მართლმადიდებლური ზეიმის და დაემთხვა ჩვენი ავტოკეფალიის აღდგენის დღე 1917 წლის აღდგენის, არა 90-ის. და ჩვენ ახლა სამადლოვე პარაგრაფს გადავიხდით. მადლობთ უფალს ყველაფრისათვის.